აი მართლაც თუ არანაირი ჯერ ერთი თქვენი მოსაზრებაც მინდა ნინო მოვისმინოთ, მე მგონია რომ მნიშვნელოვანია ამაზე ვისაუბროთ, უნდა გადაიხადოს თუ არა და ზურაბ ჯაფარიძემ ეს გირაო, რა ფორმით მოხდება ამაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ აი თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს და თქვენს უკავშირებთ თუ არა ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან და კოალიციის მხრიდან მოთხოვნას არასამთავრობოების მოთხოვნა იყო დღეს გაგზავნილი ამასთანავე, მოკლედ ეს თემა არ ჩამოდის დღის წესრიგიდან, არის კვლავ ფოკუსში და კიდევ უფრო მეტად იქნება, როგორც მე ვხვდები ფოკუსში. საღამოშვიდობის მივესალმები თქვენს მაყურებელს, მეც ვუერთდები იმ მოსაზრებას, რომ არა იმიტომ, რომ პოლიტპატიმრებს მათ ბრძოლის ამ ფორმას თუ მეთოდებს რამეს ვუწუნებ, ან არ მივესალმები, ან არ მიმაჩნია, რომ ძალიან გმირულად არ იქცევიან, არამედ მეც ვიზიარებ ამ შემთხვევაში გიას წუხილს იმ ნაწილში, რომ ჩვენ მებრძოლი ადამიანები გვჭირდებიან გარეთ და არა რუსულ საპატიმროში, საიდანაც ისინი ისეთი ქმედითები არ არიან, როგორც არიან გარეთ. ამავდროულად საერთოდ არ მიმაჩნია, რომ გირაოს გადახდა ამ შემთხვევაში რაიმე ფორმით რეჟიმის ლეგიტიმაციას გულისხმობს, ან ნიშნავს, ან თუნდაც რამე წუხილებს, ან აღიარებს არც ერთ შემთხვევაში. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის რეპრესიული მანქანა, ვაცნობიერებთ, რომ მაშინ, რა ვიცი, რო გვიჭერენ, რატო ვაჭერინებთ თავს მაშინ, ხო? ანუ ძალადობს რეჟიმი ჩვენზე, ძალადობს მათ შორის აი ამ რაღაც კაბალური გირაოებით თუ ჯარიმებით თუ მოკლედ რასაც უწესებს ადამიანებს, იმისთვის რომ დაგვაშინოს, იმისთვის რომ ხელფეხი შეგვიკრას, იმისთვის რომ ბრძოლის უუნაროები გავხადოს. მაგრამ ბრძოლის უუნაროები ვართ, თუ ყველანი საპატიმროში აღმოჩნდებით. ამიტომ რასაკვირველია, რთულია ამ ბალანსის მოძებნა, მაგრამ რადგან ახლა საკითხი ასე დგას, უნდა გადაიხადოს, არ უნდა გადაიხადოს, რასაკვირველია მისი გადასაწყვეტია საბოლოო ჯამში, თუ მისი პოლიტიკური გუნდის თუ გაერთიანების თუ მისი მხარდამჭერების, მაგრამ მეც მიმაჩნია, რომ ყველა გაცილებით უფრო ეფექტურია გარეთ, ვიდრე არიან საპატიმროში. ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე ვახსენეთ და დღეს ძალიან გააქტიურდა კიდევ ერთხელ ეს თემა და რეჟიმის გამოძიებაც ვიცით თქვენ 5 დღეში დასრულებული კითხვა, რომელიც ჩნდება ხო პრინციპში ამ დროს, თქვენ როგორ ფიქრობთ, ჯერ რა პერსპექტივა აქვს აი ამ საერთაშორისო გამოძიებას, რომლის მოთხოვნაც გააგზავნეს არასამთავრობოებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა და თუ არანაირი ქიმიური იარაღი არ ყოფილა გამოყენებული და თუ არ ქონია არანაირ დარღვევას ადგილი, როგორც ამას ამბობს თავად რეჟიმი, მაშინ რატომ ზდევნიან ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფილმში დაინახეს, რომელსაც რაიმე შეხება აქვს ამ საკითხთან, აი ესეც ხომ არის კითხვა დღეს. ეგა ეს საკითხი აღმოჩნდა ალბათ ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი, რომელსაც რეჟიმი მარტივად ვერ უმკლავდება. როგორც თქვენთვით ეს საკითხი არ ჩამოდის დღის წესრიგიდან, მათ უნდათ რომ ეს თემა დახურონ და ვერ ხურავენ, მათ ამ საკითხზე პასუხები არ აქვთ. და ამავდროულად რეჟიმი, რომელიც სასოწარკვეთით ცდილობს რაიმე ტიპის გარღვევა იქონიოს დასავლურ ფრონტზე კომუნიკაციის საკითხში. არ არის საუბარი იმაზე, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვოს ან რაღაც ჩვეული დღის წესრიგი აღადგინოს, არამედ თუნდაც მინიმალური ნიადაგი შექმნას იმისთვის, რომ ივანიშვილს ვინმე დაელაპარაკოს თავის ფულზე. ვინმე დაელაპარაკოს სანქციების თავიდან არიდებაზე, ხო? და რაღაც ხან თავის ემისრები გააგზავნეს, ხან რაღაც ლობისტები დაიქირავეს, ხან სახელმწიფო დონეზე წადეს, ხან კულუარებში წადეს, ხან ფინანსურად წადეს. შალვა პაპუაშვილი დგას და ლანძღავს. იმიტომ რომ ვერ ალღობენ ამ ნიადაგს, მაგრამ ფაქტია, რომ ეხლა ჩვენთვის ეს შეიძლება ცოტა საწყენიც არის და რთული მოსასმენიც, მაგრამ ეს სკანდალი თუ დადასტურდა, არის გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის, ვიდრე თუნდაც ადამიანის უფლებების დარღვევა საქართველოში, ვიდრე თუნდაც ახალგაზრდების დარბევა. იმიტომ რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში ის რაც შიდა პოლიტიკური საკითხია, რაღაც ეტაპზე, რაღაც ფორმით საერთაშორისო, როგორ ვთქვა, საერთაშორისო შეფასების რაღაც დისტანცირებას ექვემდებარება და ეს
არის საკითხი, რომელიც საერთაშორისო მასშტაბის სკანდალია, რომელიც ხდება ყველა წითელ ხაზს და რომლის დადასტურების შემთხვევაშიც პრაქტიკულად თეორიული საფუძველიც აღარ იარსებებს, რომ ამ რეჟიმთან ვინმე რამე ფორმით ისაუბროს. იმათაც კი გაუჭირდებათ, თუ ივანიშვილი ან მათი დამხმარე რუსები ევროპაში ცალკეულ ვიღაც კორუმპირებულ პოლიტიკოსებს მონახავენ, რომლებმაც შესაძლოა მათ სასარგებლო. იმათაც კი გაუჭირდებათ ამ წითელი ხაზების უგულებელყოფა და ამიტომ არის, რომ რაღაცნაირად ეხლა იმ მართლა პირდაპირ მნიშვნელობით ფაფხურობენ და ამას უკავშირებ მე იმ რაღაც უსუსურ მცდელობასაც, რაღაც მაკაბოჭორიშვილობით რომ რუსების წინააღმდეგ ხმამიცა ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ეხლა დრო მოიგონ, იქნებ აი ამ სკანდალიდან რაღაცნაირად გამოძვრენ, რაც როგორც ჩანს ძალიან უჭირთ. ხო, ნინო, თქვენ რას ფიქრობთ? გარდაუვლად ასე იქნება და რაზეა დამოკიდებული, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეუჩერდეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან? ხო, ეს არის საკითხი, რომელზეც სწორედ ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილება მიღებული, მოწმობს იმას, რომ ცალკეულ დედაქალაქებს ძალიან უჭირთ ამ გადაწყვეტილების მიღება რიგი მიზეზების გამო, პრაგმატული და ემოციური. პირველი, იმიტომ რომ მათ ჭირდებათ საქართველო, მათ უნდათ საქართველო იხილონ ევროპის კავშირში, მათ აქვთ სტრატეგიული ინტერესები რეგიონში და მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. ამავდროულად ისინი თავს ვალდებულათაც თვლიან რაღაცნაირად, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად და თავისუფლების ფასად იცავენ ევროპულ ღირებულებებს, ისინი არ გამოიყვანონ საბოლოო ჯამში ყველაზე დაჩაგრულ კატეგორიას, რომელზეც ეს გადაწყვეტილება შორის რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველოს ევროინტეგრაცია არის ჩიხში. ხო, ანუ ეს არის მათთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება, იმიტომ და ფაქტია, რომ მათ ამის გაკეთება არ უნდა. ახლა ამავდროულად სასწორს მეორე მხარეც აქვს და ამ მეორე მხარეს სასწორის დევს ერთი ფაქტობრივი მოცემულობა, ის რომ თუ ასოცირების პროცესი აღარ არსებობს, მაშინ ასოცირების ფარგლებში მიღებული ინსტრუმენტებიც ვეღარ იფუნქციონირებს, ხო? და ამავდროულად ამას ემატება ძალიან მნიშვნელოვანი პრაგმატული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მათი მხრიდან, რომლის ფარგლებშიც ისინი საკუთარი ეროვნული სახელმწიფოების, რა ვიცი, დემოკრატიულ ჩარჩოში თავის ხალხთან, თავის გადასახადის გადამხდელთან არიან ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი, ეს არის მათი უსაფრთხოების კონტექსტი, რომელიც ფუნდამენტურად იცვლება იმ შემთხვევაში, თუ თუნდაც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა გადადის ავტორიტარულ მმართველობაზე, რაც ავტომატურად ნიშნავს მათთვის, რომ აქ სოციალურ-ეკონომიკური პირობები გაუარესდება, რაც ამავდროულად ითარგმნება არალეგალურ მიგრანტების რიცხვის ზრდაში, რაც მათ საიმიგრაციო პოლიტიკასთან წინააღმდეგობაშია და ამ სახელმწიფოებს საფრთხეს უქმნის. კი, აი გიამაც ახსენა და შემდეგ გიასაც ვკითხავ, თქვენმა ყოფილმა კოლეგებმა, არ ვიცი, ეძახით თუ არა მათ ეხლაც კოლეგებს, დღეს იყო კონფერენცია დიპლომატების და განცხადებები, რომელიც იქ ისმოდა, რომ საოცრად წარმატებული წელი გქონდა თურმე დიპლომატიის ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და რომ დაბალანსებული დიპლომატიის წელი იყო ეს წელი, აი ასე აღიქვავენ ეს ადამიანები ამ რეალობას, რა რეალობაშიც დღეს არის საქართველო და მე გამიჩნდა ეს კითხვა და თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორ ახერხებენ ეს ადამიანები ამას და აი რეჟიმთან ასეთ ჰარმონიაში ყოფნას. ის რაც დღეს ვნახეთ ჩვენ რაღაცნაირი უფრო კომპარტიის ხდომა იყო ვიდრე ამბასადორიალი. ეს რომ რამდენიმე წლის წინ გვენახა და ვუყურებდით, მაშინ ეს ჯერ კიდევ რაღაცნაირ გულის ტკივილს იწვევდა. დღევანდელი გადმოსახედიდან საქართველოში მიმდინარე პროცესი ისეთი შავთეთრია, რომ უკვე გულის ტკივილსაც აღარ იწვევს, იმიტომ რომ ადამიანებს ყველას თავის არჩევანი აქვს და ის ადამიანები, ვინც ჩვენ დღეს ვიხილეთ, იმ ადამიანებმა თავისი არჩევანი ძალიან მკაფიოდ გააკეთა. და რა არის მათი არჩევანი? ჩვენ ვნახეთ რაღაც საგარეო უწყების რამდენიმე ეტაპიანი სვლა იყო, ხო? ზოგმა დატოვა საგარეო უწყება მაშინ, როდესაც გარეჯი საქართველოს სპეცოპერაცია წამოიწყეს კოლეგების წინააღმდეგ. მერე თვითონ სისტემა დაუპირისპირდა იმ ხალხს, ვინც გაბედა და ხმა მოიღო
რომ და გაბედა და თქვა რომ ევროინტეგრაციის ერთგული რჩებიან ისა და იმ ადამიანებს იძულებით დაატოვებიეს და ახლა უკვე გამოკრისტალდა იმ ხალხის ძირითადი მასა რომელიც ამ ვითარებაში კონფორმის და აი ამ უსუსურ მოცემულობას ამჯობინებს საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობას. იქ ახლა პირდაპირ უნდა ვთქვათ და ძალიან ღიად, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ისეთ გაჭირვებაში ცხოვრობს, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ განსაკუთრებით პირველ პირებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, არავის არ უდგას ეგზისტენციალური საფრთხე. ანუ ისინი იქ არ რჩებიან, იმიტომ რომ ხვალ პურის ფულს ვერ მიიტანენ სახლებში. ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით კონფორმიზმი და კომფორტულად გრძნობენ ამ მოცემულობაში თავს. ეს არის ფაქტი და ამას უნდა დაერქვას თავისი სახელი და. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამბასადორიალის ფორმატს, ამბასადორიალი რა იყო? ყოველწლიურად იკრიბებიან ელჩები იმისთვის, რომ სტრატეგიული მიზნები წაიღონ და საქართველოს ჩამოიტანონ დედაქალაქების გამოცემა. ამ ელჩებს რა აქვთ ჩამოსატანიან, რა აქვთ სათქმელი. მათ აღარავინ არ ხვდება, ისინი ვერცად ვეღარ მიდიან, დედაქალაქებში მათ არავინ არ ელაპარაკება, მათ გამართულ მიღებებზე არავინ მიდის, ანუ ბუტაფორიული მოცემულობა, სადაც უბრალოდ სხედან და რაღაც ასკილებივით თავს უქნევენ. თუმცა აი დღეს განცხადებები